ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ახალი სკვერი კართუბნის თემის სოფელ ბოლოკიანში გაკეთდა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა სპორტულ გამაჯანსაღებელი ტრენაჟერები და საბავშვო ატრაქციონები. სოფელ ბოლოკიანში დასრულდა მრავალფუნქციური სკვერის მოწყობა. აღნიშნული პროექტი დაფინანსებული იქნა მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გაძლიერების პროგრამით, რომელიც მიმდინარე წელს პირველად განახორციელა საქართველოს მთავრობამ. მუნიციპალიტეტმა ამ პროგრამის ფარგლებში 362,000 ლარიანი დაფინანსება მიიღო და აღნიშნული პროექტის ფარგლებში რამოდენიმე საინტერესო მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით და ერთ-ერთი არის სწორედ ის სკვერი, სადაც ახლა ჩვენ მიმყოფებით. პროექტის ღირებულება 135,000 ლარია. აქ არის სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული სივრცე, როგორც საბავშვო გასართობი ატრაქციონები, ასევე ღია ფიტნეს ტრენაჟერები, მოსასვენებელი სივრცეები, მოეწყო ბილიკები, დეკორატიული განათება და აღსანიშნავია ის, რომ სოფლის მოსახლეობა წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე ითხოვდა სივრცის მოწყობას და ჩვენ ეს მოთხოვნები დავაკმაყოფილეთ და უკვე დღეიდან მოქალაქეებს და ბავშვებს საშუალება აქვთ, რომ დაისვენონ და გაერთონ კომფორტულ გარემოში. სოფელ ბოლოკიანში ეს პარკი იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, იყო ძალიან ბალახით, ბურდით დაფარული. მაგრამ გაალამაზეს, გაასუფთავეს, გააკეთეს და დღესდღეობით არის ძალიან კარგ მდგომარეობაში. არის ბავშვებისთვის ბევრი გასართობი, უხარიათ ბავშვებსაც და არის ძალიან მოწესრიგებული, სკამებით აღჭურვილი სათამაშოებით და ძალიან ბევრი რამით. აქ პაპას წყარო იყო. ეს უძველესი დროიდან, ალბათ 1 საუკუნეზე მეტი ხნისა ეს წყარო რაც აქ არსებობდა და ადგილობრივი საშუალებებით ვცდილობდით, რომ გადაგვერჩინა ეს წყარო დაშრობისაგან. რამდენჯერმე შევქმნით ადგილობრივი ძალებით, მაგრამ ვერ ძლევდით ამ საქმეს. ნამდვილად არაჩვეულებრივი საქმე გაკეთდა.